მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მე ვარ მონაზონია მარიამი, ერში ია ბაგრატია მუხრანელი და მინდა გაგაცნოთ ჩვენი ძვირფასი სტუმრები. ბატონი ვაჟა აბაშიძე არის ჩვენი დარბაზის ხელმძღვანელი, თავადაზნაურთა საკრებულოსი და ბატონი თამაზი ბიბილური არის ჩვენი პირველი დღიდან ჩვენი წევრი, ცნობილი რეჟისორი, ოპერატორი, ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, 9 აპრილის მუზეუმის დამაარსებელი. ბატონებო და ქალბატონებო, თავადაზნაურთა საკრებულო შეიქმნა 1930 წელს და უნდა გითხრათ რომ ბატონი ზვიად გამსახურდია იყო ძალიან დიდი მომხრე ამ ჩვენი საკრებულოსი, რამე თუ როდესაც დავაარსე ჩვენი საკრებულო მინსა საბჭოში, მაშინ ბევრმა ჩინოსანმა ძალიან თქვენ რა მამულების დაბრუნება გინდათ? არც ჩვენთაგანს არავითარი მამულები არა გვაქვს, ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენი საკრებულოს მთავარი მიმართულება იყო და არის ეროვნული მრწამსი, თქვენ ხედავთ ჩვენს ლოგოს, მამული ენა საწუნობა მეფე. აი ამას ვემსახურებოდით 30 წელი. ხვალ არის მთავარ ანგელოზ გაბრიელის და ხსენების დღე და წმინდანთა დასის მიქაელის ხსენების დღე და 23-ში არის გიორგობა. სწორედ გიორგობაზე დაარსდა ჩვენი საკრებულო, რამე თუ წმინდა გიორგი არ არის ქართველებისათვის ეს უნიკალური წმინდანია. ზოგი ჩვენ ქვეყანას გიორგიას ეძახი, ამტკიცებს რომ გიორგის ქვეყანა ვართ, რამე თუ წმინდა გიორგის ხატება იყო ყოველთვის საკრალური მთავში, ბარში და მთელ სრულიად საქართველოში. ესეც ნიშანდობლივია და დღეს ჩვენ პირველად გაგიმხელთ თუ რა წოხილი ადევს ჩვენ საქმიანობას ყველა ჩვენთაგანს, რამე თუ მავანმა ჩვენ ამას ღიად ახსნით, დღეს მოინდობა მითვისება. ერთ-ერთ სხდომაზე მე ვთქვი რომ ქვაბ ავაზაკებს ძაცავდნენ ისინი შარაგზაზე ხალხს და უფარის ჯიდა. ინტელექტუალური ქვაბავაზაკობა უარესია, იმიტომ რასაც ადამიანს არ ეკუთვნის და იმას ითვისებს, ეს არის ძალიან დიდი ცოდვა. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ და მინდა პირველი სიტყვა გადავცე ბატონ ვაჟას, რამე თუ მას ეხება ეს წესდებაში წერია და ვაგრძელებთ ამას საქმიანობას მთელი საქართველოს რეგიონები. ჩვენ მრავალგზის ვიყავით აფხაზეთში, სხვათა შორის პირველად დავაარსეთ ჩვენი ქვეგანაყოფი. ვიყავით აჭარაში, ქართლში, თერჯოლაში, ფოთში და ასე შემდეგ. გთხოვთ ბატონო ვაჟა. მოგესალმებით. 1990 წლის 23 ნოემბერს შეიქმნა სრულიად საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულო. მე ამ საკრებულოში ვარ 1998 წლიდან და ჩვეულებრივ რიგითი წევრი ვიყავი, შემდეგ ამირჩიეს საქართველოს თავადაზნაურთა ორჯერ ვიყავი გამგეობის თავმჯდომარე 3 წელიწადი, როგორც არის წესდებაში, ჩვენ წესდებაში ჩანიშნული უნდა იყოს თითოეული ადამიანი ორჯერ 3 წლით შეიძლება არჩევა. ორჯერ ვიყავი 3 წლით არჩეული, შემდეგ რა თქმა უნდა სხვას გადავაბარე. შემდეგ ამ გამგეობის თავმჯდომარეობიდან უკვე ამირჩიეს დარბაზის ხელმძღვანელად. დარბაზის ხელმძღვანელობა ნიშნავს, რომ რეგიონებში შეგვექმნა ჩვენი თავადაზნაურთა საკრებულოები, სადაც რა თქმა უნდა გაერთიანდებოდნენ რაიონში თავადაზნაურობა და საზოგადოებრივ საქმიანობას მიყვებოდნენ თანმიმდევრულად, როგორც ჩვენს წესდებაშია ჩანიშნული. რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთეთ პირველ რიგში, ეს იყო გორი, შესანიშნავი საზოგადოება შეიქმნა გორში აქტიური წევრებით
და გორმა საკმაოდ საქმიანად წარმართა თავიანთი საქმიანობა. ეხლაც დღესაც ისინი აქტიურები არიან, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც პირობების გამო მოგახსენებთ ამ წუთში შეჩერებული გვაქვს მათთან ურთიერთობა და იმათ ჩვენთან ურთიერთობა. შემდეგ იყო ზესტაფონში უკაცრავად ბატონო ვაჟა შეგახსენებთ რომ გორში არის უნიკალური ამილახრების სასახლე. ჩვენ და გორის საზოგადოებამ თუ გახსოვთ ბევრჯერ ვიყავით დავსვით საკითხი რომ ეს სასახლე ყოფილიყო კულტურული ცენტრი. ნუ ჩვენც ალბათ პადა ერთი ოთახი გვექნებოდა და იქნებოდა ქართლის და ქართლი არის საქართველოს გული ასეთი სათაურით გამოვიდა ჩვენი ბოლო წიგნი. და არაფერი ამ ხრივ გენერალ ამილახვართან 1905 წელს გაჩერაღნებული იყო ეს სასახლეც და გორიც, იმიტომ რომ უკვე მაშინ ელექტროსადგური დადგა და როდესაც ჩამოვიდა ნიკოლოზ მეორე ესტუმრა მას სასახლეში გაჩერაღნებული იყო ამილახვართა სახლი. ეხლა დაჩაჩანაგებულია, დანგრეული და მიტოვებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამილახრების სასახლე დაუბრუნოთ ერს და კულტურას. დედო მარიამა ეხლა ბრძანა ერთ-ერთი ეპიზოდი ჩვენი მოღვაწეობის სხვადასხვა რეგიონებში. შემდეგ იყო ზესტაფონში და ჩოქმენით, სადაც ბატონი ოლეგ აბაშიძე აქტიურად ახალგაზრდებთან და ადგილობრივ მთავრობასთან ერთად ეწევა საქმიანობას და საკმაოდ წარმატებულად ქუთაისის შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით ცხოვრობენ თავადაზნაურთა წარმომადგენლები, იქაც შევქმნით, ჩავდიოდით და ტარდებოდა სხვადასხვა ღონისძიებები. თვითონ გვეპატიჟებოდნენ, თვითონ ატარებდნენ იქ სხვადასხვა ღონისძიებებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მუშაობდნენ, რომ ეს ახალგაზრდები მოგვეკრიბა და მათთვის ახალგაზრდებს გაეგოთ, ვინ იყო მათი წინაპრები და ტრადიციებზე ცხოვრება, როგორი კარგია და ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენი მიზანი რაც არის ამ წესდების მიხედვით კეთდებოდა ყველაფერი. შემდეგი იყო თერჯოლაში ბატონი სულხან კლდიაშვილი, შესანიშნავი თავმჯდომარე, რომელიც აქტიურია და მანაც მოახერხა თერჯოლის რაიონში შექმნა საზოგადოება თავადაზნაურთა და წარმატებით მოღვაწეობდა. ზუგდიდში მქონდა შესანიშნავი საზოგადოება, ახალგაზრდები ძალიან ბევრი ზუგდიდში აქტიურობდნენ და ფოთში ბატონი ვაგნერ მხეიძე და გოგი გაგუა ერთდროულად ეს ორი ადამიანი შესანიშნავად მოღვაწეობდნენ. ჩვენ აგრეთვე ბათუმი იყო აჭარაში შევქმნით თავადაზნაურთა საკრებულო და ძალიან წარმატებით მიმდინარეობდა ღმერთმა ნათელშემყოფას. ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო ბატონი შალვა აბაშიძე, გარდაიცვალა სამწუხაროდ, შესანიშნავი ადამიანი და დღესაც არიან ეს ჩვენი საზოგადოების ოფისები ყველგან ამ ქალაქებში, მხოლოდ შეფერხება მქონდა, საგარეჯოში მქონდა, მაგრამ კახეთში იქით აღარ შევძელით რაღაც პირობების გამო. სამწუხაროდ დღეისათვის ისეთი პირობები შეიქმნა, რომ როგორც დედაო მარიამა ბრძანა, ცდილობენ ეს საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს ჩვენი წესდება დაარღვიონ, რაც წერია წესდების დარღვევით ჩაატარეს ყრილობა და აღმოჩნდა, რომ დარბაზი აღარ არსებობს. დარბაზი თუ აღარ არსებობს, რაიონებთან ურთიერთობა აღარ არსებობს და ამ წუთში უკვე თითქმის წელიწადნახევარი გავიდა დედო მარიამ, ალბათ რომ ჩვენი საქმიანობა თითქმის შეჩერებულია. ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ მოდით ბატონო ვაჟა შეგაწყვეტინებ და გულახდილად უთხრათ რაშია საქმე ჩვენ მსმენელს და მაყურებელს. საქმე იმაშია რომ სხვადასხვა პიროვნებების რეკომენდაციით მე არ ვიცნობდი ამ პიროვნებას, ესეც ალბათ შეგზავნილი მოგზავნილი ჯგუფები იყო. მოკლედ დარბაზმა აირჩია წინამძღოლად 12 წლის წინ ბატონი თარხან მოურავი
დავით არხანმოურავი. ჯერ თითქოს საქმე მისდევდა ჩვენ მთავარ წესდებას და საქმით დიდად არაფერს არ აკეთებდა, მაგრამ არ გვიშლიდა. მაგრამ წინახევრის წინ მოინდომეს წესდების შეცვლა. უნდა მოგახსენოთ, რომ ბატონმა ვაჟამ ახსენა ქუთაისი პირველად ისტორიულად თავადაზნათა საკრებულოს წინამძღოლი იყო კოტე აფხაზი, კონსტანტინე აფხაზი, ილია ჭავჭავაძის დიშვილი და გენერალი და ძალიან ცნობილი პიროვნება, რომელიც დახვრიტეს 14 გმირთან ერთად, მამულიშვილთან, ვაკის პარკში 23 წელს. ის იყო 6 წელი, წესდება შეეწარა 3 წელი. ქუთაისის თავადაზნათა საკრებულოს ქუთაისის გუბერნიის დეპუტაცია იყო დავით ნიჟარაძის ხელმძღვანელობით. ის იყო წინამძღვარი და ეს ორი დიდი პიროვნება, კოტე აფხაზი და დავით ნიჟარაძე, ეს თემ სოფლიოში არ გაგონილი რამ მოხდა. მთელი ქონება, რაც თავადაზნაურობა მოაგროვა, მე არ ვამონპირად ქონებას საკრებულოებში, სკოლები, წერა-კითხვის საზოგადოება და მრავალი სხვა, რომელიც სულდგმულობდა თავადაზნაურთა საკრებულოს დახმარებით, ეს ყველაფერი იყო გადაცემული ერისათვის. ეს იყო ძალიან დიდი სიმდიდრე. თბილისში მაგალითად კოტე აფხაზის ინიციატივით აშენდა კახეთის გზა. კოტე აფხაზის ინიციატივით ელექტროსადგური გრესი ეკუთვნოდა თავადაზნაურობას, გადაეცა ერს და მრავალი სხვა. ეს ყველაფერი ჩვენ რომ შევისწავლეთ მათი მოღვაწეობა და გადავწყვეტეთ აღვედგინა ჩვენი თავადაზნაურთა საკრებულო, რომელიც იყო მემკვიდრე, სულიერი მემკვიდრე კოტე აფხაზის და დავით ნიჟარაძის საკრებულოებისა და მათი საქმიანობის, აქ აღმოჩნდა ხომ იცით მტერი ეშმაკია, იმალება ზოგჯერ სხვადასხვა ნიღბით მოგვევლინება. აი ასე დავით თარხანმოურავმა და ირმა ინაშვილმა თავისი პატრიოტთა ალიანსით, პატრიოტები პირდაპირ გეტყვი სულ არ არიან, იმიტომ რომ ეს საქმე რაც ჩაიდინეს სამარცხვინოა. მოინდომეს მიტაცება ჩვენს მიერ შექმნილ თავადაზნაურობის, მას აინტერესებდათ მარტო ტიტული, წინამძღოლი, მარშალი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რუსეთში სადაც აქვთ ბიზნესი და ეკონომიკურად რუსეთზე არიან დამოკიდებული და არასოდეს არ გამოსულან, ვთქვათ, დიდი რუსეთის ლანძღით, თუმცა თქვენ იცით ისტორიულად 1801 წლიდან, როდესაც მოისპო სამეფო და იცით თქვენ ისევ ქართველის ხელით პავლე ციციანოვი ციციშვილი იყო ქართველი, მამამისი იყო ძალიან ცნობილი და სათნო პიროვნება, წიგნობრობდა, თარგმნიდა, აქვეყნებდა ფსალმუნებს და წიგნებს სასულიერო შინაარსის და მისი შვილი იყო იმპერატორის მოყრილი მონა. იყო პირველი მან გამჟღავნა პირველმა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არ არსებობს, უნდა იყოს იმპერიის ქვეგანაყოფი და საერთოდ ეს აზრი, რომ ძალით რომ შეგვათრია იმპერიაში, პირველად მას ეკუთვნის და მისმა ძმამ სენატორმა ის კი დაწერა, რომ რა საჭიროა მცირე ენებს, რომ თავისი ენა ქონდა და კულტურა, დიდი რუსეთი აქ მთავარი და ის ხელმძღვანელობს და ყველა რუსი ეგზარხოსი, თქვენ კარგად იცით, იყვნენ ერის მტრები და ორმა დაწყევლა კიდევაც ქართველი ერი. ჩვენ ამას ჩვენი საქმიანობა აღდგენილ საკრებულოში ეროვნულ ნიადაგზე და ეს სხვანაირად არ შეიძლებოდა წარმართეთ ასე. რაც შეეხება თარხანმოურავს და მის მომხრეებს, ერთი ჩვენი ყოფილი არჩევნებში მონაწილეობდა მასთან,
ესე იგი თვითონ რა პოლიტიკოსია თქვენ კარგად იცით ხან მუხამედის შთამომავლად აცხადებს თავს ხან ქეთევანწამებულის შვილიშვილა და ასე შემდეგ მე ამას მე ფაქტებით გესაუბრებით ამას არ ვამბობ რაღაცა ღრძოთ ეს არის სინამდვილე სამწუხარო მაგრამ ჩვენ შვილობილს ჩვენს თავადაზნაურთ საკრებულოს ჩვენ ვერავის ვერ მივცევ საჯიჯგნად მიმდინარეობს პროცესი და იმედია რომ 3 დეკემბერს დასრულდება ეს დავა და მოსამართლე ალბათ გამოიტანს სამართლიან განაჩენს ეხლა მე მინდა ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობაზე საუბარს მაგრამ ჩემ მეორე ძვირფას სტუმარს ჩემ კოლეგას ჟურნალისტს რომელსაც ვიცნობ 9 აპრილის შემდეგ 9 აპრილის მუზეუმის დამფუძნებელს რომელიც ბოლშევიკებმა ეგრეთ წოდებულმა კიტოვანა მან იოსელიანმა და მხედრიონმა გააძარცვეს და გაანადგურეს და ბატონმა თამაზმა ამას არსად არ ამბობს და აქვს უნიკალური ერთი ფოტო მან პირველად აღმართა მთავრობის სასახლეზე ეროვნული ხო და ამას ეს დროშა ბატონი თამაზის დამსახურებაა რომ ეროვნული დროშა იყო აღმართული მთავრობის სასახლეზე გთხოვთ ბატონ თამაზ მადლობა მოწვევისთვის ძირფასო მაყურებლებო შესანიშნავად ისაუბრეს მე მინდა გულახდილად ჩემი აზრი გამოთქვა არსებულ საკითხებთან დაკავშირებით ჯერ დავიწყებ იქიდან რომ ბედნიერი ვარ რომ კოტე ჩოლოყაშვილისა და ია ბაგრატიონის დედაოს რეკომენდაციით 1990 წლიდან ვიყავი წევრი ამ საზოგადოებისა და უშუალო მონაწილე ვარ იმ კარგი საქმეებისა რაც ეროვნული სულისკვეთებით კეთდებოდა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მაგრამ აი ესე მიზანდასახულად და აი სხვების უშუალო დახმარების გარეშე როგორ გავიკვლიე და თქვენი დახმარებით დედა ფინანსების გარეშე რაც თავარია შიშულ ენთუზიაზმი ხო მე მახსენდება რა რომ ბედნიერი ვარ რომ რამდენჯერმე შევესწავლე ძალიან კარგ ღონისძიებებს და განსაკუთრებით მახსენდება როცა მიგვიწვიეს საპატრიარქოში და უწმინდესმა მიიღო მონაწილეობა და დაგლოცა აგრეთვე ვიყავი მონაწილე იმ ყრილობისა რომელიც ჩატარდა მოსწავლეთა სასახლეში საცა პატრიარქი დაგვესწრო პატრიარქი ყველგან კი არ დადის მაგრამ აი როგორი პატივისცემა მან დაინახა ეს საქმე დაინახა ჩვენი ჩაუხრელი მუშაობა და მოვიდა და დაგლოცა და უფრო გაგვაძლიერა ამით ეხლა დავუბრუნდები იმ ტკივნეულ საკითხს რომელზეც ბოლოს ისაუბრე დედამ საქართველოში ბევრი ორგანიზაცია და მე უკვე ჩავიხედე ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში და შემოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ზოგი მილიონერი იყო მაგალითად სოროსი და სხვები და თითქოს უნდათ ეს იკეთე გახსნეს ოფისები მე რამდენჯერმე მივიტანე ეს ჩემი პროექტები რაც მაგათ უნდათ გამომტაცეს ხელიდან მაგრამ მე რო გავიდა დრო არ დამიძახეს რომ მივედი იცით რა ძალიან კარგია მაგრამ რაღაცას მოედნე და რა თქმა უნდა მე არ დამაფინანსეს ესე იყო რამდენჯერმე შეხვდა ირაკლი გოცირიძე იმ დღეებში ირაკლი გოცირიძე უთხარი რა ეს მაყურებელს შეახსენე ვინ იყო ირაკლი გოცირიძე იყო ჟურნალისტი რედაქტორი იბერი ასპექტის რედაქტორი და მისი შვილიშვილი იყო თავარი კაკაბაძეს თუს ცნობილი მწერლის შვილიშვილი იყო დავით კლდიაშვილის ხო კლდიაშვილის შვილიშვილი ხო და ულახდილად უთხარი ირაკლი გოცირიძე მე მგონი გავკეთე მეთქე მენატრება კომპიუტერი და აი იმ გათვალისწინებულია იმ 10 თუ 15 კაცს ვისაც ეს შეხვდება ესე შემომხედა ირაკლი და მეუბნა შენ რო გჯერაო არა უკვე შემომოწმეს იყვნენ ბანკში ისე არა და ნახე რა
თუ არა გაქვს შევარდნაძის ოჯახის რეკომენდაცია, თუ არა გაქვს ზურაბ ჟვანიას რეკომენდაცია, შენ არაფრით არ დაგაფინანსებენო. მხოლოდ იმათ აფინანსებენ, ეგენიო. და მით უმეტეს თუ გაიგებენ რომ შენ ეროვნული ორიენტაციის ახარ, კარები საერთოდ მოიხურებაო. მართლაც ესე მოხდა. აი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს რომ დარბიან და ერთ ამბავში არიან, თურმე აი იმ განხრით არიან წელგამართულები და საზღვარგარეთო დადიან და ყველაფერი. მაგრამ მე მაინც მიხარია რომ ჩემი შესაძლებლობის დაგორად გავაკეთე 9 აპრილის მუზეუმი, რომელიც 10 წელი ფუნქციონირებდა. მერე უშუალოდ შევარდნაძის დავალებით მოხდა მისი დარბევა, განადგურება და ფარული პრივატიზებით გაიყიდა და ჩვენი ერთ დღეს მივედი და არაფერი აღარ არის შეგენ, ღამე მოხდა, გაზარცვა, ღამე გაიტანეს ყველაფერი. ფანჯიდან შევიხედე ვიტრინის შენობიდან აბსოლუტურად სამი ექსპონატებით? ყველაფერი გაიტანეს, ეგ არა. იქ იყო გაეროს დამაჯილდოვა, გაეროს დროშა, იქ იყო პატრიარქის ნაჩუქარი ხატი, იქ იყო ამერიკის დროშა ნაჩუქარი, სხვადასხვა საელჩოები რომ მოდიოდნენ და რაც თავარია საინტერესო რა არის, ხშირად არბებდნენ ბოლოს რომ მივიდოდი იპარავდნენ რაღაც, მათ შორის იპარავდნენ შტაბ-შტილებათა წიგნს. სულ მიკვირდა რატო იპარავენ ამას? იმიტომ რომ იქ ყველაფერი ეწერა, რას ვაკეთებდი, ყველაფერი გამიგეთ ხო და დაუბრუნდეთ ისე ჩვენ საერთო საქმეს. ზეპასო მეგობრებო. შემთავარი არ თქვი რომ იქ იყო ქალბატონ ორიკოს ხელმოწერა და ყველა მერაბკოს და ვაზვიადის და ეს მოსწეს და გაანადგურეს. უნიკალური მუზეუმი იყო. კი. სხვათა შორის პირველად აღნიშნა 26 მაისი ვაკის პარკში. 90 წლის 26 მაისი იყო თუ არა ვსები, როცა აღნიშნა პირველად იქიდან რომ ფეხი წამოვედი, ზვიადი არა და მე და მერაბი ერთად მოვდიოდი და რუსთავაზე რომ გავედით 9 აპრილის მერე ხდებოდა. ჩავედით რიყეზე. ხო და მე და მერაბ უნდა საუბარი რომ ეს ისტორიული ადგილია რიყე და იყო მიგდებული. წელიწადში ერთხელ ახსენებოდა მთავრობა თბილისობაზე და რაღაც ბარაკებივით იყო ისა და გადავწყვიტეთ ეს მერაბის იდეა იყო და მეც განვაგრძე ისა რომ გაგოკვეთებინა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მუზეუმი იქნება. სხვადასხვა მე მივახცია ამას ერთ წელიწადში, მაშინ ანდრეაძე იყო ირაკლი, დამეჭირა მხაიმა, დამეჭირა მხარე და ერთ წელიწადში გავხსენით. ფაქტიურად 9 აპრილის წლის თავზე მაშინ მერაბი აღარ იყო უკვე ცოცხალი, ზვიად გამსახურდია მოვიდა ჩემთან, დიდხანს ვილაპარაკე და ბატონმა ზვიად გამსახურდა პირა და მითხრა თამაზო აქ იყოსო ეროვნულ განმათავისუფლების მუზეუმი, მაგრამ 9 აპრილისო გავაკეთოთ იქ, საცა ეს მოხდა რუსთაველზე, ან მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩემი თანდასწრებით რამდენჯერმე პირადად ელაპარაკა ბატონის ზვიადი ანდრეაძეს და მართლაც გაიყვანეს პატარა ბანკი იყო ლესელიძეს ნომერში და დამითმეს ის ფაქტი მე 10 წელი ფუნქციონირებდი, მაგრამ როგორც კი ეს ნეობოლშევიკები დაბრუნდნენ შევარდნაძე და გადატრიალება მოხდა, გადატრიალების მერე პირველი შეტევა განახორციელეს ერთ-ერთი ლითანიშვილი იყო მაშინ მერი შევარდნაძე დაავალა და ლითანიშვილმა დაწერა ბრძანება მაჩვენეს და ჩამომართვეს ეს რიყეზე ტერიტორია. რა მეკრა მაგ იმის ასე რომ წამართვეს და ლითანიშვილმა გადასცა თავისი ბავშვობის თუ სკოლის მეგობარს ვინმე აბდუჩელიშვილს ის რა შეეხება ახლა იქ ამ 9 აპრილის მუზეუმს მან აკნეს იცით დედნები დაგჭა ხო? დედნები დაგჭა შენ. რამდენჯერმე დაარბიეს, გაიტანეს ყველაფერი, მაგრამ უკვე რო კულმინაციას მიაღწია ამას, მე ორიგინალები ბევრი მოასარი გატანა და საცავები შევქმნი და სხვათა შორის ნეგატივების უნიკალური დავმალე და თუ დაინტერესება ეს ტელევიზია, მე მინდა ვაჩვენო უნიკალური კადრები. მაგალითად, მაგათ გაანადგურეს და წაიღეს იქ რაც მქონდა მე საქართველოს დამოუკიდებლობა როგორ გამოცხადა. ბატონის ზვიადი რო გამოვიდა, გაუმაჯოს დამოუკიდებლობა საქართველოს და მე ერთად გამოვედით პარლამენტის შენობიდან
და რამდენიმე 1000 ხალხი როგორ ელოდება ამას და როგორი ზეიმია რომ ბატონმა ზიადა ამ ხალხს ეგ მარტო მე მაგადაღებული მე მქონდა ეგ და გააქრეს მაგრამ ამასინად მიპოვე ხოდა საჭირო ამის აღდგენა ეგ ისტორიას ბატონებო ვერ გააქრობ ისტორია ინახავს რომ ხედავთ საოცრად შემოინახა ბატონმა თამაზმა ეს უნიკალური კადრები ბატონმა თამაზმა ახსენა რომ ჩვენ რამდენჯერმე ჩავატარეთ კონფერენცია საპატრიარქოში მე ჩვენთან მოვიდა პატრიარქი და მე მინდა წაგიკითხო ამუნარიდი მისი სიტყვები გაგახსენოთ აი ჯერ უკვე 2007 წლის 27 ივლისს ცხეთაში მოვაწყვეთ ეს კონფერენცია და იქ ბრძანა პატრიარქმა მომავალი ღვთის ხელშია და იმედი მაქვს რომ ბაგრატონთა გვარი კვლავ იმეფებს საქართველოში იმედის მომცემია და მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენთვის ჩვენი შეხვედრა თავადაზნაურთა საკრებულოს წევრებთან ბრძანა პატრიარქი შემდეგი მისი სიტყვები მოგმართავს მე და ჩვენ საპატრიარქოში ბატონიშვილებო ქალბატონებო და ბატონებო ჩვენ ბედნიერი ვართ თქვენთან შეხვედრით ყველას მოგისალმები და უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ალავერდობას დღეს იოსებ ალავერდელის დღესასწაულია კონფერენცია რომელიც ამჯერად ჩვენთან ტარდება ფიქრობ მეტად მნიშვნელოვანი და დროულია ჩვენ შევეხებით ბაგრატიონთა როლს ქართველი ერის ისტორიაში თითოეულ ჩვენაგაც შეუძლია გამოთქვას აზრი იმის შესახებ თუ რა როლი უნდა ეკისრებოდეს ამ გვარს მომავალში ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ ბაგრატონთა წინაპარი არის წმინდა დიდი მეფე და წინასწარმეტყველი დავითი და მისი შვილი მეფე სოლომონი დიდია დამსახურება ამ ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტიისა მსოფლიოში. ამიტომ ჩვენ დიდი სიამოვნებით მოვისმენთ და აქ გამოსვლებს, რომლებიც დღეისათვის არის მომზადებული და ეს კონფერენცია მრავალსაათიანი ჩატარდა საპატრიარქოში. ეხლა აი ამ ჩვენ დანიშნულებასთან დაკავშირებით. აქ უკვე ბატონმა თამაზმა და ბატონმა ვაჟამ ბრძანეს რომ ჩვენ არავითარი ფინანსური სახსრები არ გაგვაჩნს. სულ ეს იყო ქველმოქმედება, საწევროები და ასე შემდეგ. გახსნით უნიკალური ჩემი აზრით სასწავლებელი. ნიკო ბაგრატიონის ბურის სახელობის თავადაზნაურთა სკოლა ლიცეუმი. ამ ლიცეუმში ჩვენ უფასოდ ვღებულობდით დევნილებს. კარგ განათლებას ვაძლევდით და ვაძლევთ ყველას, ვისაც უჭირთ და ვინც არის შემართული ეროვნული სულისკვეთებით. გარდა ამისა, 5 წელია პატრიარქმა გამაგზავნა მე ბრძანა რომ ვიქნები მონაზონი გამაგზავნა სამთავროში და დამაბარა წერე. აი ამ 5 წელიწადში ჩვენ გამოვაქვეყნეთ 4 წიგნი და ახლა მეხუთე გამოვიდა რომელიც ეხება მუხრან ბატონებს. ამ წიგნში დამტკიცებულია მუხრან ბატონების უპირატესობა, იურა ჩიქოვანის ჩვენი თავარი გენეალოგიის ნამოქმედარია და ბოლო შრომა, სადაც ის ამტკიცებს რომ ტახტი მომავალი და მეფე ეკუთვნის მუხრან ბატონთა შტოს, მუხრანელებს. ეს არის ძალიან საინტერესო მე მგონი წიგნი და როდესაც იქნება პრეზენტაცია, ალბათ დეკემბერში მოხდება ეს, მთელი ტირაჟი გამოვა, აუცილებლად მოგახსენებთ და მოგიწვევთ ჩვენთან. დედაო თუ შეიძლება ჩავამატებ. დიახ, ჩვენ საქმიანობაზე ბატონო ვაჟა. დედაო ბრძანა რომ ბაგრატიონები საქართველოში არიან მომავალი დინასტიის გამგზელებლები, რა თქმა უნდა ეს ასე არის. მაგრამ მიცოდეთ რომ სრულიად საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულომ დედაო მარიამის ია ბაგრატიონ მუხრანელის თაოსნობით შეძლო და წარმოაჩინა ყველა ბაგრატიონი, რომლებსაც შეიძლება მივცეთ სამეფო გვარის გაგრძელების საშუალება.
ეს ბაგრატიონები არის საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს და პირადად ბაგრატიონის დედა მარიამის დამსახურება, რომ დღეს საქართველოს ყავს კანდიდატები. ჩვენს გარშემო არიან ქვეყნები აზერბაიჯანი, სასომხეთი, რომლებსაც არ ყავთ კანდიდატი, მაგრამ საქართველოს ყავს რამოდენიმე კანდიდატი, რამოდენიმე უფლისული და პატრიარქს აქვს ნათქვამი, რომ უფალი თვითონ წარმოაჩენს აქედან საუკეთესოს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს, საპატრიარქოში უნდა გაიზარდოს ეს და უნდა როცა მოვა დრო და საქართველოს სამეფო გახდება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური მონარქიის სახით, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ წუთში მზად ვართ იმისათვის, რომ ბაგრატიონები იყვნენ ისევ სამეფო ტახტზე. ეს არის მსოფლიოში უძლიერესი გვარი, რომელსაც ბევრი ქვეყანა შენატრის, რომ ყავდეთ ეგეთი გვარის წარმომადგენლები. იყო შემთხვევა დედაო, თქვენ გახსოვთ, რომ მინდა რამოდენიმე ესე ვთქვა, რომ ჩამოვიდნენ ისრაელიდანაც კი ჩამოვიდნენ, იქ საზოგადოება ყოფილა, რომელსაც უნდა რომ ისრაელ-პალესტინის სამეფო შექმნას. წარმოიდგინეთ, ისრაელ-პალესტინის და იქიდან პირველად ჩვენთან მოვიდნენ. პირველად მოვიდნენ, მე და დედა მარიამი ვიყავი და მე ვუთხარი თქვენ რომ უფლისული არ ყავთ, რომ არ ყავთ კანდიდატი, რომ არ ყავთ და ესე თქო, როგორ არ ყავს, აი ბაგრატიონებიო. მაგათმა იყო შემთხვევა, რომ მაგათ უნდათ ბაგრატიონი ირაკლი მიეწვიათ იქ სამეფო ტახტზე და ეხლაც ეგეთი საზოგადოებას იქაურს, საზოგადოებას ეგეთი მიზანი აქვს. დედა მარიამმა შეკითხა, მე ჩვენ რა ვქნათ თავადაზნაურთა საკრებულო და უბრალოდ პატრიარქს დაგვაკავშირდეთ, რომ უნდათ რომ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი გამხდარიყო ისრაელ-პალესტინის სამეფოს მეფე. რა თქმა უნდა, კონსტიტუციური მონარქია და ამით რა მოხდებოდა, ალბათ დამთავრდებოდა ეს ომი, რაც საშინელი ომია პალესტინასა და ისრაელს შორის და წარმოიდგინეთ, მშვიდობა იქნებოდა. და ასევე ჩვენ უკვე დედაო მარიამის თაოსნობით და საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს თაოსნობით ჩვენ ახალგაზრდა ბაგრატიონები, ახალგაზრდა ოჯახები წარმოჩენილი გვყავს და საქართველოს ყავს მომავალი მეფისათვის საკანდიდატო ბაგრატიონები, რომლებიც ჩვენ ველით უფლისწულებს საქართველოს სამშობლოსათვის თავდადებულ ადამიანებს და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მუშაობის და წესდებაშიც ეგ გვიწერია ჩვენ. აქ მე დავამატებდი ერთ ეს რეალური ფაქტია. 1954 წელს ერეკლე ბაგრატიონ მუხრანელს, რომელიც არის დამაარსებელი ეგრეთ წოდებული ესპანეთის შტოსი, შესთავაზეს ოფიციალურად. ესრაელი ცოტა ხნის შემდეგ შეიქმნა როგორც სახელმწიფო და მეფობა შესთავაზეს თუ არ სიტყვის ქართველობაზე. ხოდა ბატონმა ერეკლემ ასე უპასუხა, ჩემი ერი საქართველო 2000 წელია უფლის მორჩილია და უფლის რწმენით და სულით და საქმით არსებობს და უარი თქვა. აი ესეთი ფაქტიც არის. ასე ვთქვა, მე ქართველი ვარ, ებრაელი არა ვარ, ასე ვთქვა. ეს პატრიარქმა დიახ, ჩამოსული იყო მისი სადა ლეონიდა ესპანეთიდან, რომელიც რომანოვის მეუღლე იყო და საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვერ ვიტყვით, ეს პიროვნება არის სატახტო თუ მეორე. უფალი გამოაჩენს. ჩვენ გვიხარია, რომ არიან პატარა ბაგრატიონები, არ ვიცი ჩვენ მოგვესწრება თუ არა, მაგრამ მომავალში ისინი გაიზრდებიან აუცილებლად ყველაზე ზუსტი ფორმა მორგებული პატარა საქართველოს არის კონსტიტუციური მონარქია და თქვენ იხილავთ ღვთივკურთხეულ მეფეს. ეხლა ერთი მომენტია, მე რატომ მოგახსენეთ ეს დეტალები, შეიძლება დაგღალეთ, მაგრამ ძალიან ბევრი იყო რამ გაკეთებული. სხვა თუ არაფერი, სამტომეული გამოუშვით თავადაზნაურთა გვარების ეს უნიკალური ნაშრომია. მაშინ ჩემთან ერთად მუშაობდა მხატვარ დიზაინერი და ძალიან დიდი მონარქისტი გიორგი წერეთელი. ხოდა მისი შრომით და თაოსნობით გამოუშვით ეს ტომები. თავათა გვარი სულ არის 150. ყველა მასალა მე მაქვს და ჩვენ მეუფე შიოს
მესაღდრეს შევთავაზეთ გვართა მუზეუმის გახსნა. წინა გადაცემაში მე გითხარით, რომ ეს უნიკალური საქართველოში 250 გვარია. 250,000 გვარია და ყველა გვარში ან წმინდანი, ან გმირი, ან ოსტატი, ან ხატვარი. აი ეს გვარის მოკლე ისტორია და ამ გვარებისაც ნივთიერი გამოსახულება მათი საუნჯესი, ეს იქნება ძალიან საინტერესო, რომ ეს მუზეუმი მესახება როგორც საქართველოს სახე, უნიკალური მუზეუმი, რომელიც ქართული ერის ძეგლი იქნება და ქართული ფესვის. დედაო შეიძლება ჩავერთო? დიახ. ყველა გვარს თითქმის აქვს განშტოებები. განშტოებები და თითოეულს აქვს თავისი ისტორია. შეუძლიათ რომ რომელიმე გვარმა სხვადასხვა განშტოებებმა მოიტანონ ეს ისტორიები და რა თქმა უნდა და ეს აისახება. არსებობს განაყარი გვარები, განაყარი სხვადასხვა ისტორიებით. საქმე იმაშია თუ გაინტერესებთ, აი მოკლედ ბატონი თამაზ ბიბილური არის შთამომავალი ერისთავების, ქსნის ერისთავების, ბატონი ვაჟა აბაშიძე არის უძველესი გვარია, მე-15 საუკუნიდან ჩანს და დიახ, ძალიან ბევრი უკვე აღარ ვამბობ, რამდენი მოღვაწე აღუზარდა ამ გვარმა ერს. მე ვარ მუხრანელი და ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, რომ ეს დანგრეული სასახლე მუხრან ბატონების აღდგეს და იქ ბაგრატონთა მუზეუმი დაარსდეს. ეს რაც შეეხება ჩვენ მომავალ გეგმებს. ჩვენი გადაცემა სრულდება და მე მინდა მოგახსენოთ, რომ ველით პირველ რიგში ერის გარეშე და ხალხის გარეშე არც ერთი საქმე არ იქნება კურთხეული. ჯერ სოლომონოვ ბრძენმა ბრძანა, როგორც პიროვნება არის მკვდარი რწმენის გარეშე, ისე რწმენა არის მკვდარი სულის და მოქმედების გარეშე. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, არ უნდა საშინელი მდგომარეობა, მე ვიცი როგორ განვიცით. მეც თქვენთან ერთად ვარ და ვხედავ ტრანსპორტში რა ხდება, გზებზე რა ხდება, რა სიძვირია, ამ პატარა საქართველოში უამრავი რუსთაველზე ამის წინათ გავიარე და ქართველი ვერ ნახე, მე მგონი სად არიან ქართველები ან ერეკებიან საზღვარგარეთ პირდაპირ ეს ყოფილი და მთავრობების საპირდაპირ ამბობდა, მაგალითად ბაქრაძე წადითო გელეთეკ მიდიან ევროპაში, ამდიდრებენ სხვებს. ნუ ეს სხვა საკითხია. მე მინდა მოგიწოდოთ ბატონებო, რწმენა მთავარი, ესაა ჩვენი სულიერება, ჩვენი მართლმადიდებლობა, უფრო რთული, ეხლა ამბობენ აი არაბებს 500 წელი იყო თბილისში არაბთა ემირა, მაგრამ დავით აღმაშენებელმა თავისი ჯვარით, თავისი ხმლით განთავისუფლა თბილისი და ასე. ორი კვარტია საქართველოში, ღვთისმშობლის და უფლის. ეს არის დიდი ჩვენი რწმენა და შეგნებულად არ ხდებოდა ეს უბოძა უფალმა ამ პატარა საქართველოს. საქართველოს ძალიან დიდი მისია აქვს და მე ვფიქრობ, ყველანი ამას გაიგებენ, როდესაც აღდგება ჭეშმარიტება და თუ 1801 წელს იყო პირველი ანექსია ოკუპაცია, 21-ში იყო მეორე ანექსია ოკუპაცია, 91-ში ჩვენის აზრით იყო მესამე ანექსია ოკუპაცია, როდესაც ზვიად გამსახურდია უდიდესი პიროვნება წამებული ჩვენი პრეზიდენტი აწამეს, გადააგდეს, დაუჩეჩქოს ხელები და ფეხები და ასე წამებული ჩამოვიდა, აქ იცოდა რა ხვედრიელდა, მაგრამ მაინც ჩამოვიდა და ესეც იყო გამოსახულება მისი წმინდანობის. ეხლა ჩვენი გადაცემა სრულდება და 5 წუთი ყველა საერა გაქვთ სათქმელი კიდევ. მე მინდა ვთხოვო, ვინც გვიყურებენ ახლა, მათ შორის იურისტები, ადვოკატები, რომ
დაგეგმილი გვაქვს დავაარსოთ უფლებათა დამცველი ორგანიზაცია კომაგი, რომელიც შეძლების დაგვარად მიიზიდავს ამ ადვოკატებს, ამ იურისტებს, იმიტომ რომ ხშირად ხდება ამ ეროვნული ორგანიზაციების პირდაპირ ნიშნულობით დაჩაგვრა, გამოძევება. მაგალითად, მე ხო გამომაძევეს 25 წელია დევნილი ვარ და დღესაც ითვლება ჩემზე ის ლესელიძის ქუჩაზე რომ მქონდა ოფისი და 9 პრეს მუზეუმი. ესევე მოხდა გამოძევება ჟურნალისტებისა გამომცემლობის შენობიდან. ჟურნალისტები ფაქტიურად გამოგდევნეს და აღარა გვაქვს ჟურნალისტთა სახლი, ის როგორ გაიყიდა შინაურულად ამას უნდა მხილება და ბევრი სხვა საკითხი, რაც ეროვნულთან დაკავშირებულია. შემოქმედებითი კავშირები არ არსებობენ ფაქტობრივად. მაგალითად, მე ვერ წარმოვიდგენდი თუ მწერალთა კავშირს გამოაგდებდნენ. ეს გააკეთა სააკაშვილმა გამოდევნა. სხვადასხვა როცა აპირებდა ამ საქმეს, ისე მოხდა და მე და მეუფე ამბროსი ქათამაძე ერთად მივედით მწერალთა კავშირში და რო თქვეს იქ მე საგან გაშვ ამბავი, ჩვენ 2 დღე ვიშიმშილეთ. და სამწუხაროდ, როცა ჩვენ 2 დღის მერე გამოვედით იმ შენობიდან და მე მესამე დღეს მივედით, უკვე პოლიცია დახვდა იქ და სამწუხაროდ უკვე გამოძიებულიყვნენ. როგორც ამბობენ, ძლიერობით დაიბრუნეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ რატომ უნდა წაგვართო მაგასო, რა დავაშავეთ? მე აქედან რომ გამომაგდეს ლესელიძის ქუჩიდან, მქონდა ოთახი გამომცემლობის შენობაში და სხვათა შორის იმ გამომცემლობას ეწერა გარედან გამომცემლობა სამშობლო. ესენი ხო სამშობლოს ებრძვიან. თქვენც მონაწილეობდით, აქციებს ვატარებდით, რა არ გავაკეთეთ, ეკონომიკის ჟურნალისტების მთელი რედაქციები გამოყარეს და არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ესე. ან გააფრთხილე წინასწარ, ან უთხარი რომ იცი რა, თქვენ წადიდათ და უკეთეს ფარს მოგცემა, უნდა რაღაც შეთანხმება, არა. დილით მოვიდოდით გამომცემლობის შენობაში, უკვე აღარაფერი აღარ არის. და პოლიციას ხო? ეხლა უგულავას ეკუთვნის ხო ასე? არა, ვიღაცა გვარად უგულავა, რომელიც არის კაზინოების უფროსი თბილისში. იმისია. და სხვათა შორის იმ ჩვენ შენობაში გამომცემლობა საბჭოს შენობაში, გამომცემლობა სამშობლო შენობაში გახსნეს კაზინო. და მე რო ავტეხეთ ჩვენ ეს ერთი ამბავი, 1-2 წლის მერე დროებით შეაჩერეს მუშაობა. ხო და ამით რა მინდა ვთქვა, რომ თუ მოიძებნებიან კიდო იურისტები განათლებით და უნდა ჩვენთან თანამშრომლობა, ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ, დაუთმობთ, მე გაზეთ სამშობლოს რედაქტორი ვარ, გვერდებს დაუთმობთ და გავაგებინებთ მის მუშაობას, იმიტომ რომ ჩვენ აი ამ არასამთავრობო ეროვნულ ორგანიზაციებს გვინდა რომ კონდეს იურიდიული ადვოკატების დახმარება, რომ ისინი ცდილობენ დაგჩაგრონ, ეს არ გამოდის, მაგრამ წლებს კარგავთ ამაზე. კი, წლები მიდის. იურიდიული ხედვა საჭირო, რომ მაშინ გადაწყვეტეთ. აი ეს ერთი რაც მინდა. ბატონო ვაჟა, თქვენ რას დამატებთ? მე დავამატებ შემდეგს, მოუწოდებ რა. და შესანიშნავი ახალგაზრდები ყავს, იცოდეთ. აი ზოგი ნერვიულობს რომ რაღაცებზე, მაგრამ როგორც უყურებ მე ხო მოდის თაობა, ახალი თაობა, განათლებულები, ჯანმრთელები, რომლებიც ჯანმრთელ ცხოვრებას ეწევიან, განათლებას ღებულობენ და მთავარია მთავრობამ ხელი შეუწყოს, რომ ეს განათლებული ახალგაზრდები აქ დავასაქმოთ ჩვენ და ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ეს არის უნიჭიერესი ერი, რომელსაც შეუძლია რომ აი ძალიან მაღალ დონეზე აიყვანოს საქართველოს მისი ცხოვრების დონე და მე იმედი მაქვს რომ ეს ასე იქნება და მოგიწოდებთ ახალგაზრდებო რომ რაც შეიძლება დიდი განათლება მიიღეთ და ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის ჩვენისთანა პატარა ქვეყნებისთვის თავარი იარაღი, წიგნი, განათლება და ყველაფერი კარგად იქნება. ერთი სულით მაჩვენეთ ჩვენი წიგნი. ბატონებო, ერთ-ერთი ჩვენი პირველი გამოცემა წიგნი მე ვადანაშაულებ. აქ უნიკალური გამოცემა იმ ხრივ, რომ
პირველად ჩვენ დაღუპული ბიჭების გვარები მათი ღვაწლი 91 წლის პუჩის შემდგომ დეკემბრის ამბების და 92-ში აი ამ წიგნში მოცემული და ყდა ეკუთვნის ბატონ თამას ბიბილურს მისი ფოტოა და ეს მეუღლის ის არის ხო ეს 9 აპრილის მუზეუმში რომ მოვედი როცა დამთავრდა სროლა ეს ყოები და ხო და ესე იგი ვიტრინის შუშები დამტრეული იყო ეთყობექიდან გადადიოდნენ მაგრამ გასაღებით გავადი რომ შევედი არაფერი აღარ იყო იქ არაფერი და ტყუები დამხდა მარტო ეს გილზები ზოგი აკაემიო თუ რა არის ავტომატები რო არის იმის ტყუები და ავკრიფეთ მე და ჩემი დავიყავით მასრები ქვია მას მასრები ხო და ზოგი კოლოფები იყო სავსე ამ ტყუებით ჯერ არ გაუსვიეთ მაგრამ საგვირელი იყო რომ ეს ტყუა წამალი დარჩათ არაფერი აღარ იყო შიგნით და ამის ნიშნად აი გადავიღე კადრი ხელია გაწვილი და გვიჩვენებს რა გააკეთეს იმ პუჩისტებმა და სხვადასხვა აი დღეს ვინც გვებძვის იქ არა თქვენ დაასახელეთ ეს გვარები ისინი არიან პატარა პუჩისტები ჩემთვის არიან ისინი პატარა პუჩისტები რომ როგორ შეიძლება შენ მოახდინო გადაატრიალება როცა თქვენ გადაფხელა წლების განმავლობაში ღვაწლი და გიკეთებენ იგნორირებას ამას ქვია იგნორირება და თვითონ უნდა დაიკავონ ინტელექტუალური მიტაცება ამიტომ მე ვეძახი რომ ისინი არიან პატარა პუჩისტები ისე ქვია ჩვენი დრო სრულდება ბატონებო და ქალბატონებო ველით თქვენ ზარებს მე მინდა კიდევ შეგახსოვნოთ ჩემი ტელეფონი 599423011 ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ მზად ვართ მივიღოთ ყველა პატრიოტი ყველა ქართველი რომელსაც აწუხებს სამშობლოს ბედი რამე თუ ნათქვამია ძველი სიბრძნეა საქმით უნდა დაადასტურო შენი სულისკვეთება და ვინც საქმით ამტკიცებს ამას ის უკვდავია სული უკვდავია და ჩვენ სამართლიანები ვართ და ფიქრობთ რომ აუცილებლად გაიმარჯვებს სამართლიანობა ვამთავრებთ ჩვენი ლოგოთი მამული ენა მეც ვიტყვი საჭმელობა მეფე ძალიან მე მინდა ვთხოვო იმ იურისტებს იმ ადვოკატებს იმ კეთილინების ადამიანებს ვისაც უნდა ჩვენთან ურთიერთობა ჩაინიშოთ ჩემი ტელეფონით იკარნახებთ 591 24 28 პატივისცემით თამას ბიბილური გილოცავთ მომავალ გიორგობას წმინდა გიორგი იხსნის გეორგიას იხსნის საქართველოს გაიმარჯვებ უფალი ფარავდეს საქართველოს